გამარჯობა. ეს მარტო ამის წუთებია. დღეს ჩემი სტუმარია თაზო ტუღუში, რომელიც არის ძალიან საინტერესო ადამიანი. და ესე ვთქვა, რეალურად არის დამფუძნებელი სარეაბილიტაციო ცენტრის, რომლის ირგვლივაც ძალიან მინდა რომ ვიტრიალოთ და კიდე ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა თქმა უნდა, საიდან წამოვიდა იდეა, რომ ეს ცენტრი დაგეარსებინა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შეკითხვა ყოველთვის ერთია, პირველი. ჯერ ამ შეკითხვას დაგისვა. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? საინტერესო კითხვა. რა არის ალბათ მაინც მდგომარეობიდან გამომდინარე, ან გარემოებიდან გამომდინარე არის ხოლმე ვინ ვარ რა. რაღაც ისე მოდის ახლა ჩემთან ეს კითხვა თითქოს როლიდან გამომდინარე უნდა გიპასუხო რა, ანუ აი ხანდახან ვფიქრობ რომ ვარ მეუღლე, ხანდახან ვფიქრობ რომ ვარ მამა, ხანდახან ვფიქრობ რომ ვარ მარტო როცა ვარ რა, ხანდახან ვფიქრობ რომ ვარ არ ვიცი ქრისტიანი, ხანდახან ვფიქრობ რომ ვარ რაღაცას გააჩნია რა, იმაში ვარ რა, კონდიციაში რა, ხანდახან ვფიქრობ რომ ქართველი ვარ და რაღაც სულისკვეთებით და რაღაც ის შემართება, ხანდახან ვფიქრობ რომ უბრალოდ არ ვიცი, რაღაც ისეთი კითხვა რა. მინდა გითხრა რა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პასუხი გაქვს ამ წუთას გაცემული, რაც ჩემთვის გაუციათ. აი მაგალითად ახლა ბევრი რაღაცა შვილი გამიჩნდა ახლა გილოც არ არის ჩემი პირველი შვილი. და აი რაღაცა მამათ აღვიქვი რა. და ამბოლდოს ხშირად ვარ ეს მამათ რო აღვიქვ თავს. ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მამაა ხოლმე, ქმარი. ხა. იმიტომ რომ მეუღლეს ხშირად ჭირდება რაღაც მხარდაჭერა ამ დროს ხო რაღაც პოსტ მშობიარობის ის რო არის რო ქვია. დეპრესია შეიძლება ვთქვათ ხო. მე თვითონ ეს სიტყვა დეპრესია არ მიყვარს. მეც არ ხმარობ საერთოდ. დაშტამპულია და ხო, ჰუმანიტარულ ფსიქოთერაპიას მივეკუთვნები ფსიქოთერაპევტებს და საერთოდ დიაგნოზს არ ვსვამ. ხო, ძალიან. ყოველთვის ვთვლობ, რომ ადამიანი გამოვიკვლიო. ხო, საერთოდ ჩარჩოში მოქცევა, ხო, დიაგნოზები. კი. მარტო ყოფნა გიყვარს? შეფასება, მარტო ყოფნა. რა არის ეს მარტო? ბევრჯერ ყოფილი ვარ ხალხში და მარტო მიგზნია თავი. და ბევრჯერ ყოფილი ვარ მარტო და არ მიგზნია თავი მარტო. ანუ ეგეც ხანდახან მიყვარს, ხანდახან არ მიყვარს. ხშირად ვატარებ ხოლმე მარტოობაში დროს, იმიტომ რომ ალაპარაკით ვიღლები ხოლმე რაღაცა ტრეინინგების მერე, ან რაღაც თერაპიების მერე, თერაპიის ძირითადად მე არ ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც არის ხოლმე რომ ჭირდება რაღაცა disconnection როგორ არის? კავშირის წყვეტა რა, გათიშვა ჭირდება ხოლმე და ამ დროს მარტოობა აი ყველაფრის გარეშე ძალიან მომწონს, გაჯეტების და ყველაფრის გარეშე რა. სანამ მეტყვი ეს პროფესია როგორ აირჩია, მაინტერესებს თავდაპირველი პროფესია რა გქონდა არჩეული რა? ისეთი კითხვა გამეცინა და რატო? აქამდე თუ რამეს ვაკეთებდი და მე ვიყავი თუ ვინ, ანუ მე კი ვაკეთებდი რაღაცებს, მაგრამ ჩემი გაცნობიერებული ნაბიჯები იყო ეს თუ არა, ამას ეგ არ ვიცი. ანუ ბიზნესზე რატო ჩავაბარე, არ ვიცი. რას ვაკეთებდი, რატო ვაკეთებდი, არ ვიცი ბევრ რამეს რა. და რატო არ იცი? იმიტომ რომ ალბათ ჩემი არ იყო ეს ჩემი არჩევანი არ იყო რა რაღაცა. ხო შეიძლება მინდოდა ოჯახის ზეგავლენას გულისხმობ? კი. ხო რა, დე ჩემი ოჯახის ხო. უფრო დე ჩემის რა. რაღაც ბიზნესზე უნდა ჩააბარო, რაღაც საუკეთესო სკოლაში უნდა ისწავლო, საუკეთესო უნივერსიტეტში უნდა მოვხვდე. მაგრამ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შეაცრულა? ნუ რაღაცები შევასრულე, რაღაცები არ შევასრულე. რაღაცები ვერ შევასრულე რა. ალბათ ბავშვი როცა იზრდება, რომ სხვას არ უნდა გაუცროს იმედები, ავთენტურობას კარგავს მაგ დროს რა. ხო და მე მან და არ ვარ და
არის დედა ჩემის გადაწყვეტილებები, ბებიის გადაწყვეტილებები, ბაბუის გადაწყვეტილებები, მამის გადაწყვეტილებები. პროტესტს გამოხატავდი შინაგანად. რა თქმა უნდა, რაღაც დონემდე პროტესტს რაღაც დონემდე ადაპტიური ბავშვი ვიყავი, ნიშნავს ეს რომ ძალიან ჩუმი წყნარი. და რაღაც მომენტში უკვე დავიწყო პროტესტის გადმოხატვა რა. რითი? თავიდან ეს ეზოში ყოფნები დიდხანს, სახში არ მოსვლები. მერე უკვე დავიწყე მარიხუანას მოწევა. რა საკიდან? 16-17. ბუნდოვნად გახსოვს რაღაცები? ანუ ბუნდოვნად რას გულისხმობ? აი ასაკი და დრო და რაღაცები გერევა? ბოლო, აი სანამ გამოფხიზლდებოდი, ასე ვთქვათ, ანუ სანამ რეაბილიტაციას გავივლიდი, ეს იყო 8 წლის წინ, ცოტა მეტი. მანამდე რაც მანამდე 7-10 წელი ბუნდოვნად მახსოვს რა. პირველი იყო მარიხუანა. ჯერ ალკოჰოლს ვავდი. მე იყო მარიხუანა. ალკოჰოლი დიდად არ მომწონა, მაგრამ მაინც ხანდახანს ვიყო. დამძიმება დაიწყენ მე ნელ-ნელა ეტაპ-ეტაპ. მაგრამ სერიოზულად. ოღონდ ბავშვობიდან დამძიმებისკენ მიდრეკილება მქონდა. რატო თქვენ შენი აზრით? აი რატო მოხდა ეგრე, რომ და შენი გამომწვევი მიზეზები მაინტერესებს რა? ბავშვი რო იზრდება, ზრდის პროცესში მთავარი არის ჩვენი ფსიქობიოლოგიური მდგომარეობა, ანუ რაღაც state. რა მდგომარეობა არის რა, ემოციის უკან რაღაცა ბიოლოგიური მდგომარეობა არის, ხო? რაღაცნაირად ვარ კონდიცია, ვავიღო. ჩვენ ამ მდგომარეობებს ისე შევეჩვევით მე. ბავშვობიდან რომ სახში შეიძლება რაღაც დედმამა ჩხუბობენ და მე მუდმივ სტრესში ვარ. ამ სტრესს მუდმივ შიში ვარ და მუდმივად რაღაცა სკანდალებს ხედავ როგორ არის ეს და მე მესმის ცხოვრება ესეთი დრამატული და მე რომ ვიზრდები, რა თქმა უნდა როგორც მესმის ცხოვრება, იქითკენ მივდივარ. ანუ მესმის რომ ესეთია ცხოვრება და ჩემი ცხოვრებაც ესე უნდა წამიმართოს. რატომ? იმიტომ რომ პარტნიორსაც ესეც მოუძებნი. რომ დრამა იქნება სულ. და რატომ? იმიტომ რომ მე იმდენად მიჩვეული ვარ, ჩემი მდგომარეობა იმდენად მიჩვეული ამ ყველაფერს. state რომ მივდივარ და აი ქუჩაში მივდივარ და აი პარტნიორი ერთ ვიღაც გოგო, კიდევ ვიღაც გოგო და ამასთან მშვიდად ვარ, ეს არ მინდა, ამასთან რაღაც ძალიან კარგად ვგზნობ თავს და ესეც არ მინდა. აქ რაღაც დრამა, კივილი, წივილი, ეს მინდა. აი ესე ვიჩე რა. რა თქმა უნდა, არაცნობიერად ხდება ეს, მაგრამ ანუ სადაც იმ ადამიანთან რომ დგები გვერდზე იმ მდგომარეობაში შევდივარ, რომელიც ბავშვობაში ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო და ესეც ნაცნობია ეს მდგომარეობა ჩემთვის და მივხვდი და შენ რატო მიხვედი შენ რამ განაპირობა რომ ისულიყავ ამ მდგომარეობამდე რომ გეპოვა კიდე რაღაცა ტოქსიკურები გარეთ სახლიდან მოდის ნარკოდამოკიდებულება არის რა დისოციაცია არის ხო გათიშვა არის ეხლანდელი რეალობიდან რა და რა იყო ამ შენ რეალობაში ეგეთი ცუდი ისეთი აუტანელი ხო ნახე რა არის ხშირ შემთხვევაში აი ხა ჩემთანაც კლიენტები რომ მოდიან რომ ელაპარაკებიან თავის ბავშვობაზე ხო შეიძლება ვითომ არაფერი ესეთი დიდი ტრავმა არ მქონია არავის არ გაუპატიურები ვარ ვიღაცა ფიქრობს არავინ არ მირტყავდა გადაღამენ ხა ის მოუჩეჩია თმა და უჩმეტია და ეჭეს მაგრამ გავახვით არავის არ გაულახივარ ესე რომ რაღაცა ესეთი ტრავმა მქონდეს მაგრამ ემოციური ნაკლებობა იმდენად მნიშვნელოვანია ემოციური ბმა იმდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, როცა მისი ნაკლებობა არის ცხოვრებაში, ბავშვი მიდრეკილი ბავშვი დიდი ტრავმები ჩნდება ამის გამო რა. როგორც არის მიჯაჭვულობის ტრავმა, როგორც არის მაგალითად avoidant როგორ არის თავის ამრიდებლური სტილი ანუ შენ განიცდიდი ხო բայց დედის ნაკლებობას განვიცდიდი რა დედა ჩემი ახალგაზრდა იყო ექიმო სამედიცინოზე სწავლობდა ამერიკაში წავიდა სასწავლებლად და ხა მე ხო მაგას პატარა ბავშვი როცა პატარა ვიყო მაგას ვერ გავიაზრებდი შენ ვისთან დარჩე? ბებოსთან და ბაბუსთან და დეიდასთან. დეიდა ჩემ, მამა? დედმამა გაშორებულები იყვნენ დაბადებიდანვე რა. და მამასთან კომუნიკაცია? გქონდა? კი, მე 21 წლის ასაკში. გასაგები. ანუ ეგეც თავისას შვებოდა ახლა რა თქმა უნდა. ხო, გასაგები. შენი აზრით ეგ გზა რომელიც შენ აირჩიე ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი საშუალება იყო? რომ აი მე მიჭირს მე ცუდად ვარ
მომაქცია ყურადღება. დედა მომაქცია ყურადღება. რა არის ხო რატო იცი რომ დედა ჩემი ძალიან ისეთი ტიპი იყო რა მომგვარებელი ტიპი არის რა და ჩემდამი სიყვარულის გამოხატვა ან ჩემდამი რაღაცის გამოხატვა მარტო იყო რომ ან უნდა დავესაჯე რაღაცა ცუდი უნდა გამეკეთებინა მე უკვე ცოტა დიდობაში დავესაჯე ან რაღაცა უნდა ჩამედინა რომ ის ყურადღება მიმეღო რა ხო და დავეჩვია მას პატერნი ქვია აპატია დედას დღემდე აი დღეს რა არის იცი მაგას ძალიან ესეთი პასუხი მაქვს ხოლმე ყოველთვის რა ჩვენში არის ყოველში რაღაც შინაგანი ბავშვი ხო კი ჩემი შინაგანი ბავშვი მუდმივად ნაწყენი იქნება იმიტომ რომ იმ შინაგან ბავშვს ისეთი დედა ვეღარ ეყოლება როგორც უნდოდა რა ყოლოდა მაგრამ როგორც მე ეს დასულმა თაზომ რა თქმა უნდა ვაპატიე დედაჩემს და რა თქმა უნდა არაფერი პრეტენზია მის მიმართ მამა არ მაქვს იმიტომ რომ ძალიან მადლობელი ვარ პირიქით ამ შესაძლებლობისთვის რასაც სიცოცხლე ქვია და ცხოვრება ქვია ხო შემიძლია მუდმივად გავიშვიროთ ითი რომ აი დედაჩემია და მამაჩემი და ესეთი ცხოვრებაა და ეს ბავშვური ტრამვები და მაგის გამო აი ესე და თელი ჩემი ცხოვრება ეს ვაძახო მაგრამ შემიძლია რომ უბრალოდ მივიღო ის ფაქტი რაც მოხდა მაგას მე ვერაფერს ვერ შევცვლი კი ჩემი შინაგანი ბავშვი დათრგუნულია შეიძლება ნაწყენია ამ ყველაფერზე მაგრამ მე ბავშვობაში ისეთი დედა ვეღარ მეყოლება როგორც მინდოდა მაგალითად მაგრამ წავიდა ხო მაგრამ მე ხლა აქედა გადმოსახედიდან შვენი რა ცხოვრობ მომწონს რასაც ვაკეთებ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ დედაჩემმა და მამაჩემმა სიცოცხლე მომაჩუქეს ძალიან დიდი მადლობელი აი მეტი მადლიერება არ ვიცი როგორ გამოვხატო დედაჩემის მიმართ რა მადლობა დედა თუ რა ვიცი მაგრამ შინაგანი ბავშვი რომელსაც რაღაცნაირი მშობელი უნდა ეხლა მე მიწევს მისი მშობლობა ამას ქვია parentifying ანუ მე გავხდი მისი მშობელი რა ასე ვთქვათ რა რომ შინაგანი ბავშვი მუდამ იქნება ხანდახან დადგმული ხანდახან მოწყენილი ხანდახან დამაბრუნებს იმ გზნობებში იმ პატენში ხო პატენი რა არის იმ ქცევაში მისი პერსპექტივიდან დავიწყებ ყურებას, აი მაგალითად ვიჩხუბე ჩემს მეუღლესთან რაღაც მორიქსის ულელეზე და ვფიქრობ რომ რახან ის არ გააკეთა რაც მე უთხარი, ისე იგი მე მისთვის მნიშვნელოვანი არ ვარ. ეს ეხლა უყურებ ამას, როგორც დასული ადამიანის სისულელია, ხო? ხო, მაგრამ აი კონკრეტულად იმ მომენტში, როდესაც ხარ ეგ პერსპექტივიდან, ხვდები რომ ეხლა დიდი ხანია ფსიქოთერაპიაში ვარ და ხვდები რომ ეს პერსპექტივა არის შინაგანი ბავშვის ნაწყენის და მარიამი ჩემი ცოლი, ანუ დედაჩემი არ არის. და მეც არა ვარ პატარა ბავშვი და ხვდები რომ სეპარირება ამ მდგომარეობიდან ეხა საჭირო რა და всё. ანუ ხო, ხშირად უკეთებ ძალიან ფსიქოანალიზს საკუთარ თავს. რაც ალბათ შენი ურთიერთობის ხარისხს ანალიზს უკეთებ საკუთარ ქცევებს, ხო? აი ხა ისე ქვია მაგას რა. მუდმივ რეფლექს ძალიან კარგი ისაა გახსნა გეშტალტს კაცურ ინიციაციასთან. და ერთ-ერთი კაცური დამახასიათებელი რაღაცა არის კაცის რომ მუდმივად შეძლოს საკუთარი თავის რეფლექსია. ანუ ვიცოდე რას ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ, საიდან ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, რა ინტენსივობით ვაკეთებ და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ანუ გვერდიდან უნდა ახერხებ და თან ალბათ ყოველთვის უყურებ და საკუთარ ხო, რაღაცა წერტილი უნდა ნახო, ხო, გამოიწიო, შეხედო ძალიან კარგი არის თუ შეგიძლია კიდე რომ მეორე ადამიანის მდგომარეობაში ჩადგე. ხო, ეგეც დიდებული თვისება თუ აქვს ადამიანს. რა არის, მაგ თვისებით არ ყოფილვარ. შეიძლება. მაგრამ ვიმუშავე ჩემ თავზე, დიდი ხან 8 წელია თერაპიაში ვარ, ყოველკვირა მაქვს თერაპია და დღეს უნდა მქონოდა რომ 9 საათზე და გადავდა მეთქი უნდა მივიდე თქო. ძალიან დიდი თხოვნების მერე. და ამიტომ თერაპია საკუთარ თავის სწავლაში თერაპიას მაგაში გეხმარება რომ შეისწავლო შენი თავი, გაიაზრო შენი ქცევები და იყო ეს რეფლექსიაში რა ძალიან მნიშვნელოვანი. მე ისე მინდა დაგაბრუნო აი ამ შენ სადაც წავალ. ხო, მინდა დაგაბრუნო აი იმ პერიოდში, როდესაც შენ არ იყავი. ხო გითხარი ადაპტიური ვარ თქო და. ხო, ძალიან კარგად მომყვები. და ძალიან საინტერესოა და არ მინდა რომ აი ეგ ადგილი გამოვტოვო, სადაც შენ არ იყავი ფხიზელი. აი მაგ დროს ჩემი არასიფხიზლი იმდენი ხანი გაიწევა რომ არ გამოვტოვე. შენი ნახევარი ცხოვრება არის? ხო რომ რა ვთქვა ეს
ძლავრად ერთი 7-6 წელი მოვიხმარდი, მაგრამ ესე ინტენსიურად რო ვთქვათ და ყოველდღიურად ალბათ სხვადასხვა ნარკოტიკს მოვიხმარდი 12 წელი. მაგრამ ეს ინტროვენურად ბოლო 6-7 წელი ვაფშე აფრები აუში. და ეთამაშებოდი სიცოცხლეს, კიდე სიკვდილს. ანუ ეგრე ორივეს. სიკვდილს. ხო, ნუ ეგ ისეთი რაღაცა არის რა ასე. იმიტომ კი არ ვეთამაშებოდი სიცოცხლეს ძალიან ვაშკაცი ვიყავი. იმდენად არ გაინტერესებდა? არა, იმდენად მეშინოდა უნარკოტიკოთ სიცოცხლე. რომ მზად ვიყავი სიკვდილისთვისაც რა. რა მდგომარეობა ეგ? აი საერთოდ რა მდგომარეობა? მე იმდენად შორს ვარ. რომ ვერ ვხვდები. აი სიმთვრალეს გავს. რა არის იცი? აი რა არის ესეთი მომხიბვლელი ამ მდგომარეობაში? წყალი რო წყურია და რო სვა კმაყოფილებას რო განეცდი. ხო. აი მსგავსი რაღაცაა. ამიტომ ხომ ძალიან ისე ახსენე რა, ანუ რაღაცა მოთხოვნილება მაქვს. და სხვათა შორის ერთ კვლევა იყო, ახლა წავიკითხე და ესეთი რაღაც წერია, რომ ბავშვობაში რაღაც მოთხოვნილებები მქონდა. იმდენად არ იყო დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნილებები, მე მაგალითად ვიღაცას უნდა რომ დედას მიექცია ყურადღება ან მსგავსი რაღაც, რომ დაგვავიწყდა ეს მოთხოვნილებები. მაგრამ ეს შიგნით არის, ეს ენერგია შიგნით ტრიალებს, ხო? არ გასვენებს? ატასავებს, არ მასვენებს, ხო რა, დადის აკეთიკი და მაგალითად ვიღებ ნარკოტიკს და ჩერდება ეს ყველაფერი. ეხლა ფსიქობიოლოგიურ დონეზე რა ხდება? სტრესი შემოვიდა თავში, აქ ამიგდალამ გადაცა მთელს სხეულს სიგნალი, რომ სტრესი არის შემოსული. მე ბავშვობაში სტრესთან გამკლავება ვერ ვისწავლე, იმიტომ რომ სტრესთან რომ გამკლავება ვისწავლო, დედა უნდა იყოს ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი, ძალიან მომთბენი, მუდმივად კავშირი უნდა კონდეს როგორც ფიზიკური, ასევე თვალის კავშირი უნდა კონდეს ბავშვთან, იმიტომ რომ ბავშვი პირველი 2 თვეში დედას ხედავს მარტო, მეტი ვერავის ვერ ხედავს, გაბლარულია მისი ხედვა რა, დედის ფოკუსს გამოყოფს. და მხოლოდ ამითი სწავლობს ბავშვი საკუთარი თავის რეგულაცია. ეს არის self regulation და არის effect regulation. ანუ self regulation is საკუთარი თავის რეგულაცია, როცა დაღლილი ვარ, დავიძინე, დავისვენო მაგალითად, ან როცა რაღაცა ხო, როცა დაღლილი ვარ, დავისვენო მაგალითად. self regulation, ეს არის affect regulation-ი არის, როცა გაბრაზებული ვარ, როგორ გამოვდივარ მაგ მდგომარეობიდან. მან კიდე ბევრი ისინია, როგორ შემილია დარჩენა აგრესიასთან, ბრასთან, როგორ მანახებდა მშობლები თვითონ როგორ შევლოდნენ აგრესიასთან, ქონდა თუ არა ჩემ მშობელს სივრცე, რომ დაეტია ჯერ თავისი აგრესია, მერე ჩემი აგრესია და ასე შემდეგ. მოკლედ მან მთელი ისინი არის, როგორ შეიძლებოდა იდეალურ დონეზე რომ გაუმკლავებულიყავი საკუთარ ემოციებს და გრძნობას. ანუ რანაირად self regulation როგორ გამეკეთებინა. Self regulation ყველას გვინდა. აი ჰუმანიტარი ფსიქოლოგი რო ამბობს კარლ როჯერსი რომ ყველანაირი intention როგორ არის განზრახვა არის პოზიტიური, აი ყველანაირი განზრახვა ჩვენი ქცევა არის შეიძლება არაჯანსაღი, მაგრამ მის უკან რა განზრახვაც არის ეს პოზიტიურია, ამას ამბობს მასლოუს, ამას ამბობს კარლ როჯერსი. ნებისმიერი ზრახვა რომელიც განზრახვა არის პოზიტიური. შეიძლება ნეგატიური იყოს, ნეგატიური გამოვლინება შეიძლება იყოს ქცევა. ხო. მაგრამ ამის უკან არის ხო აი მაგალითად არ გაგკიცხონ, მაგრამ ვიღაცა ცოტა ისეთ ადამიანს, რომელსაც შეიძლება რაღაცა დიაგნოზი ჰქონდა და რაღაცა იქ მოკლა ადამიანები, ბავშვები ანავე და რო ეკითხებიან, რომ რატო ქენი ესეთი საშინელება, მე ეს ბავშვები გამანთავისუფლე რაღაცა. იმას თავის რა. სუსტად მოხდა ეხლა სწორი მაგალითი. ეხლა ყველანაირ ქცევას მის უკან დგას რაღაც პოზიტიური განზრახვა. ნუ ესია და რა გავაკეთე. და ჩვენი self regulation, ანუ საკუთარი თავის რეგულაციაც არის პოზიტიური განზრახვა. ყველაფერზე დავდივართ self regulation-ამდე რა და თუ მე ამის საშუალება არ მომეცა, იმიტომ რომ მაგის საშუალება რომ მომეცეს ძალიან ბევრი რამ არის საჭირო. პირველი არის საჭირო რომ ჩემი მოთხოვნილებთან ეთიუნ, ანუ ბმაში იყოს დედა ჩემი და კონდეს საშუალება რომ გაიგოს რა მაწუხებს, რა მტკივა, როგორ მტკივა. მაგალითად ეხა ჩემ შვილს ახარგაჩენილს ჩემი მეუღლე მე რომ მიჭირავს იცინის და მეუნება რომ 2 წამში იტირებს და ბავშვი ტირილს იწყებს. ანუ რა არის?
ბმაში არის იმდენად რომ ხდება მიმიკებზე უკვე რა. ხო, როცა მე ვიცი ჩემი მოთხოვნილებები რა არის და დედაჩემიც ხვდება რა არის ჩემი მოთხოვნილებები. მამისაც საჭიროა დედაჩემიც თავის მოთხოვნილებებს ხვდებოდეს, მაგრამ სულ შემთხვევაში აცდენილები ვარ ჩვენ მოთხოვნილებებს, როგორც ჩვენი დედები, მე ისევ ჩვენს. ამიტომ ვერ დავაბრალებ დედას რომ შენი ბრალია რაღაცა ესე. ხო. ესეთი რომ გავიზარდე. იმის პრობლემა ისე გაზარდეს, იმის პრობლემა. ანუ კიდე ბევრი რამე არის რა, ანუ მივხვდი კი. სქემა თერაპია ამბობს ესეთ ხუთმნიშვნელოვან ფაქტორს, რომ რა ხუთმნიშვნელოვანი მოთხოვნილება გვაქვს, ბაზისური fundamental needs. პირველი არის რომ ვიყო მიღებული, უყვარდე გარემო სადაც ვიბადები caregivers, ანუ მზრუნველს, დედას, მამას. მეორე მოთხოვნილება არის რომ ჩემს ავტონომიურობაში ხელი შემიწყონ. მესამე არის ჩემს ავთენტურობაში ხელი შემიწყონ, ეს არის ჩემ გრძნობებს გავბრაზდი და მომცე საშუალება რომ გავბრაზდე. კი არ მითხრა რომ კაი გოგო არ ბრაზდება, ან კაი ბიჭი არ ბრაზდება, ან ბიჭებს არ ეშინიათ, გოგოები არ წუწუნებენ თუ რაღაც გავსი ისინი ინტროექტებს ეძახიან, არ მითხრან. არამედ მიიღონ ის იმ მომენტში როგორიც ვარ. აი ჩემი ავთენტურობა მიიღონ. რა, აი შენ რომ მკითხე რომ შენ თავთან რო რჩები, ვინ ხარ? ეს ძალიან ისეთი ღრმა კითხვა არის, იმდენად ღრმა კითხვა არის, რომ ვინ ვარ? ანუ ავთენტური მე ვინ არის? ძალიან რთული პასუხია მაგაზე რა. ხო, მე ჩვენ ვერ ვეხებით ხოლმე ამ ავთენტურობას ხშირად. ეხლა მე შემიძლია გითხრა ვინ ვარ, მწყურია და ამით გითხრა ვინც ვარ. ანუ ჩემი მოთხოვნილებით შემიძლია გითხრა ვინ ვარ, ხო? მივხვდი. და იმაშინ ვინ იყავი? როდესაც არ იყავი ფხიზელი. შენი არხით. ნახე სიფხიზლის ნარკოდამოკიდებულებას და სხვა დამოკიდებულებებს რა ხრიკი აქვს, ტრიკ. აქ არის სერიოზული რაღაცა რა. ყველას გონია რომ ჰედონიზმი ეს ხო ეს რაღაცა და მოთხოვნილება, кайფი, არა. აქ იმდენად ახლოს ვიყავ, იმდენად ავთენტური ვხდებოდი. იმდენად ილუზიაა რომ მე ვარ, რომ მინდა მე რესო ეგეთი ვიყო. აი ძალიან დიდი ილუზიაში შეყავ რა. რომ აი როგორ ილუზიაში იყავი, როგორ იყავი? აი ამდენი ხანია თურმე რასაც ვეძებ ის არის და შენთვის ის არის, რასაც შენ ეძებ და ჩემთვის ის არის, რასაც მე ვეძებ. ხო, ყველასთვის არის ინდივიდუალური. ყველასთვის ის არის, რასაც ის ეძებს. და რას ეძებდი, რა იყო? რა იყავი? ვინ იყავი? შვიდათ იყავი, ფიქრები ქაოტური აღარ შემოგდიოდა. ხო, კარგი ისეთი კითხვა არის. ერთ-ერთი ფსიქოთერაპია არის IFS, Internal Family System Therapy. და ესეთი რაღაც აქვს, ჩვენ self-so, after self-so. ჩემსაც, ჩვენი ოპერატორისასაც, ჩვენი მეგობრებისასაც ყველას აქვს 8 ერთნაირი დამახასიათებელი characteristic დამახასიათებელი ნიშან-თვისება. 8 არის ყველა არ მახსოვს. Compassion, მხარდამჭერი რო ვარ, clarity, როდესაც სამყაროს ცხადად უყურებ, რაღაცა ინტერპრეტაციებს არ უკეთებ, მაგ არჩევნის საშუალება choice-ი, კიდე რა არის იქ, ცნობის მოყარეობა, ანუ ეს თვისებები არის, რომელიც აქვს selves. ხო. ჩემსაც და რაც აღზრდიდან გამომდინარე, რაც არ მოგვირის საშუალებას არ მოგვეცა რომ განვითარებოდა, რატო ეხლა მაგალითად კიდე იქ არის courage, კიდე არის სიმამაცე, კიდე მოკლედ. აი მაგალითად ბავშვ ცნობის მოყარეობი ვიყავით, ხო, ბავშვობაში. და მახსოვს რაღაც ტელევიზორი იყო, მაშინ ტელევიზორი იყო ესე. მაშინ ტელევიზორი იყო ოჯახებში, მაგრამ შეიძლება ტუმბოჩკად გამოიყენებინათ, იმიტომ რომ შუქი არ იყო ხოლმე. რაღაც სერიალი რო გადიოდა. ყოცნაობას ვეძახდით მაშინ რაღაცას და რაღაც 3 სერიალი გადიოდა, სანტა ბარბარა თუ რაღაცა. დინასტია, კასანდრა კიდე რაღაცები და მახსოვს ხელს მაფარებდნენ როგორც რატომ მაფარებდნენ, მაინტერესებდა მაგრამ რა. და მე რაღაცა მარტო უყურე თუ რაღაცა, მაგრა დავითუქს, რაღაც ესეთი ის მახსოვს რა. მაგრა დავითუქს, ანუ ცნობის მოყარეობის გამოხატვაზე მე უნებოდენ რომ აი შენი რასაჩინა პატარა ხარ, რატო შვები, ვინ გეკითხება? ანუ ისე მაყურებელს მინდა უთხრა კიდევ ერთი ერიკ ბერნი არის ესეთი ფსიქოლოგი, რომელსაც ძალიან კარგი ის აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ 12 მშობლის აკრძალვა. ესე ქვია პირდაპირ და რა აკრძალვებს გვაძლევდნენ ყველაზე ცნობილ მშობლები რა, მაგალითად არის ცოცხლო.
გაგიგე ესეთი რამე რომ შულს უთხრა არ იცოცხლო არც დედას არ უნდა რომ შულს ეს შულმა არ იცოცხლოს მაგრამ შენი კუბო დაუდგი ჯანდაბამდე გზა გქონია შენ რა გასაზრდელი იყავი მამამ რო იციან კიდე ხუმრობა შენ გაკეთებას პიანინოზე დაყრა მესწავლა და რაღაცები ხო აი ესეთი მსგავსი ფრაზები ბავშვს ხუმრობა არ ესმის ეს დაიმახსოვროს ყველამ თქვენ ჩვენც მეც იქ მაყურებელმაც ბავშვს ხუმრობა არ ესმის ამიტომ ბავშვი იგებს ამას რომ მე არ ვასწავლე და მე ერთვება მიდის ამ იმითი რა კონტექსტით მთელი თავის ცხოვრება. ხო, აშკარად გავურბი ხარ. ვინ იყავი? ვინ ხარ ბიჭო და კელები უკან დაიწყე და ვინ იყავი? გიმეორებ იმ შეკითხვას, რომელზეც არ მიპასუხეთ და გადაიტანე ისევ თემად და გეკითხები. ვინ იყავი მაშინ? როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში იყავი და ან ვინ იყო საერთოდ ეგ ადამიანი რომელიც ესე ძალიან მოგწონდა და სულ გინდოდა მასთან დაბრუნება გეტყვი მაგალითად ესეთ რაღაცას გეტყვი რა ესეთ ინფორმაციულ იმას უკითხავთ ხოლმე სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარებს რა ამ ქვია ნიღბები არ გადამაგდებ ოჯახი პირადი ცხოვრება მეგობრები მეუღლე პარტნიორი რაღაც მეუღლისთვის როგორი პარტნიორი ვიყავი რაღაც სექსუალური ცხოვრება რაღაც სულიერება და ამ ყველა სფეროში მეგონა რომ ყველაზე მაგარი ვიყავი ყველაზე მაგარი შვილი ვიყავი ყველაზე მაგარი ოღონდ რო გავიკეთებ ყველაზე მაგარი мама ვიყავი ყველაზე მაგარი პარტნიორი ვიყავი ყველაზე მაგარი ძმაკაცი ვიყავი ყველაზე მაგარი მეგობარი ვიყავი ყველაზე მაგარი ბიზნესმენი ვიყავი თუ რაღაცა ვიყავი არ ვიცი მახსოვს რომ ერთი პერიოდი მახსოვს რომ სადღაც მოუკარიყური ამ ფერმებს და გავიკეთებდი ხოლმე საზოგადოებასთან და ვიჯექით და ვბაზრობდით იმაზე რომ ფერმა მექნება და ძროხები მეყოლება და ქათამი და რამე ძროხა არ მაქვს 12-ში ესე ნანახი ახლა ხო და ესე ბაზრობდით რომ ეს ფერმა 10 სული ძროხა შეინახავს ორ ცხვარი სამ ღორს და ნუ რაღაცა ილუზიებში ცხოვრობდი რა და იმდენად მომხიბლელი იყო ეგ ილუზია და მე რომ ფიზლდებოდი იმდენად არ მომწონდა ჩემი თავი რა თქმა უნდა მერჩივნა იმ ილუზიაში ცხოვრება რა ეხლა როგორი ვიყავი ნახე რა სირცხვილი არის ახლა ჩემი იდენტობა ძალიან დაყნობილი იყო სირცხვილზე shame based identity ესე ვქო. რა წამს ფხიზლდებოდი? იწყებოდა ეს სირცხვილი. მუდმივი სირცხვილის განცდა არ ვარ საკმარისი, არ ვარ კარგი, ვერაფერში კარგი ვერ ვარ. კაი, ეხლა ორი კითხვა მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, არც ერთი არ მინდა რომ დამოვიწყოს. პირველი შეკითხვა არის, ბედნიერების ჰორმონებს რამდენად იწოვს ეგ წამალი? ანუ რას გულისხმობ? დოპამინის გულისხმობ? ხო, რა წამს გამოდიხარ? ხო იწყება ეგრევე დეპრესიული ფიქრები, თვითგვემა, ტრაგედია და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ბედნიერების ჰორმონზე მოქმედებს რომელიმეზე? ხო, ტვინზე მოქმედებს. ტვინზე მოქმედებს და რა თქმა უნდა მოქმედებს. ოღონდ ყველას აქვს თავისი ის, მაგალითად, ზოგი პრეპარატი მოქმედებს უფრო მეტად დოპამინზე, ზოგი პრეპარატი უფრო მეტად მოქმედებს ენდორფინზე. ენდორფინი, ხო. კივილის გამკლავების ჰორმონი ჩვენს თავში. მეორე არის გასაგები. მიზნის მიღწევა. დოპამინი არ არის მარტო ბედნიერი, მიზანს მივახციო, რაღაცა გავაკეთე. მანდა ტრავმული გამოცდილებებიდან რა, თუ გინდა ჩავყვებით. ტრავმა ეს ბოლომდე რომ დავიდეთ, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი პერსპექტივიდან. ტრავმა არის ორ რამეში. ან არის სეპარაციის, ან შერწყმის ტრავმა, ანუ ბავშვი ვერ შეერწყდა, ვერ დაკონექტდა caregiver-თან, ან დედასთან. ხო. იმიტომ რომ პირველი 3-4 წელი ბავშვისთვის სამყარო არის დედა. მეორე ტრავმა არის სეპარაციაში. ვერ შეძლო გამოყოფა. ანუ სულ ამ ორი სახის ტრავმა, შერწყმა, სეპარაციის, ან ორივე ერთად. ეს უკვე ხო ბრძოლა ორივე ერთად როცა არის. ანუ საკუთარ თავთან შეწინააღმდეგება არ არის? ვერ შევერწყე, მაგრამ თან ვერ მივდივარ. ყველა საკ თავისი core dilemma, როგორ არის ბირთვული დილემა, ესე ვთქვი, core dilemma, როგორ ხო, ნუ ეგ არის რა. ორივე საკ თავისი core dilemma. პირველი არის, პირველის არის მაგალითად მე მაქვს ჩემი მოთხოვნილებებიც მაგრამ მე შინი ამის დაკმაყოფილება, რადგან ვინაიდან შენი უნდა ვაკმაყოფილო, სულ რომ შენ არ წახვიდე ჩემგან. მეორე არის, რომ მე კი მინდა შენთან ურთიერთობა,
მაგრამ თან მეშინია რო არ მიმატოვო. იგი ანუ აი ეს მაგ. იმაშიც ეგ არის და ამაშიც ეგ არის. და დეორგანიზებულიც არის, რომელშიც ქორდაილემაც აი მიტოვება არ მიტოვება არის. უბრალოდ აქ როგორ არის, იცი, ერთ ადამიანთან ისე ვიქცევი, მეორე ადამიანთან ესე ვიქცევი. ვინ რას რა რომელი მას გამამდებს რა ჰუკ კაუჩს. სადაც გამამდებს იმას გავყვები რა. ყოფილვარ ერთ ურთიერთობაში ჩამობრენძილი ყოფილვარ ვიღაცაზე, მეორე ურთიერთობაში პირიქით. რაც უფრო ახლოს მოვიდა, მით უფრო გავიწევდი. ის გაიწევდა, მე მივსდევდი და ეს კატათაგობანა არის რა. ანუ შეწყმა სეპარაციის ტრავმა არის. სინამდვილეში ორივეში გვაქვს ეს იდეალურად აღზრდილი და უტრამო ბავშვები არ იქნებიან, მაგაზე არავის არ ქონდეს პრეტენზია და ილუზია მაგისი. მაგრამ რამდენად ინტენსიურია მაგას აქ მშოვა. ესე იგი, მე მაინტერესებს რამდენად ბევრი თეორია არსებობს გარდა ბავშვობის ტრავმისა. შენ ხარ ამის მიმდევარი, ანუ შენ თვლი რომ ბავშვობის ტრავმები არის განმაპირობებელი აბსოლუტურად ყველაფრის, ხო? ეხლამდელ ახალ თერაპიებს რასაც უყურებ, ახლები რაც გამოვიდა რა, ძველ სლოარ შევახ ფსიქოანალიზი იყო პირველი. პირველი იყო მაგალითად ფროიდისეული ფსიქოანალიზი. რომელიც შეისწავლიდა დიდი მამიიშუდან ყველაფერი. ხო. რომელიც სწავლობდა არაცნობიერს. ხო, უფრო მეტად. მე მოვიდნენ behaviouristები და თქვეს რომ არაცნობიერის დედაცვათი და მთავარი არის ქცევა. პავლოვის ცნობილი ძაღლების ის რო არის, რა ქვია, ექსპერიმენტი დორბლებზე და იმაზე ძალ საჭმელს უდებდნენ, შუქი ინთებოდა, ძაღლები ჭამდნენ, შუქი ინთებოდა, საჭმელი ჩდებოდა, შუქი ინთებოდა, საჭმელი ჩდებოდა, შუქი აინთოდა, საჭმელი არ გაჩნდა და ძალს დორბლი წამოვიდა, ნერწყვი წამოვიდა. ანუ დაისწავლა ეს შრევა. მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა, მე გადაისწავლა. ერთ ხუჯა ჩაწველო, ის აღარ წამოვიდა. მოკლედ, ქცევით ფსიქოლოგები იყვნენ, რომელსაც თქვეს რომ დაიკიდეთ, არაცნობიერი ქცევა არის მთავარი. მერე არის ესეთი კოგნიტური ფსიქოლოგები, როგორც არის მაგალითად ჟან-პიაჟე ფრანგი მაგალითად. ძალიან ცნობილი თეორიები აქვს და ძალიან მიყვარს მაგის ერთ-ერთი მუდმივობის ობიექტი, რასაც ქვია. და თუ გინდა მე მაგასაც ავხსნი ძალიან სერიოზული რაღაცა. მოკლედ იყვნენ ადამიანები, რომელმაც თქვეს რომ კოგნიცია ამთავარი რა. ქცევას განაგებ ტვინიდან. ერთ-ერთი ის იყო. მე მოვიდნენ ჰუმანიტარული ფსიქოლოგები და თქვეს რომ არც ერთი არა მთავარი არის მთავარი რაღაცა სული, სიყვარული. ძალიან მაგარი სიტყვები აქვს სხვათა შორის დალაი ლამას, რომ როცა უყურებო დასავლეთის ფსიქოლოგიასო და მე შევადარებ ამას აღმოსავლეთის ფსიქოლოგიასო, ესე მგონია რომ ისინი არიანო საბავშვო ბაღის ლეველზეო რა. ანუ მაგათან ეს compassion, აი ეს ჰუმანიტარული მიდგომა, ეს დიაგნოზია არა, ეს მხარდამჭერი გარემო, ეს რაღაცა ყველაფერი მაინც იქიდან წამოვიდა რა. და ხო, ანუ ჰუმანიტარული ფსიქოლოგები წამოვიდნენ. მე როგორც ნუ ჯერ იყო ეგზისტენციალიზმი, ირვინ იალომი, ის ახლა გამახსენდა და მე არიან უკვე ესეთი ჰუმანიტარი ფსიქოლოგები, მე ვიქტორ ფრანკლი შემყავს ამაში ყოველთვის. ძალიან კარგი წიგნი აქვს Man Searching Meaning ესე ქვია, დაწერილი არის კონცლაგერში, ძალიან მაგარი წიგნია. ლოგოთერაპიის ის არის, ანუ ადამიანის საზრისი უნდა იპოვოს რა. მთელი არსი მაგაშიო. მე კარლ როჯერსი, ჩემი უსაყვარლესი ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი, რომელმაც შეცვალა პაციენტის და ფსიქოთერაპევტის დამოკიდებულება, გახადა ეს კონსულტანტის და კლიენტის დამოკიდებულება და თქვა ესეთი რამე, რომ მე და ჩემი კლიენტი თანასწორები ვართ. მე ვერაფერს ვერ ვასწავლი მას მის ცხოვრებაში, მე შემიძლია უბრალოდ დავრჩე მასთან ერთად, ვიყო მასთან ერთად, გავუგო მას და პარადოქსალური ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც მე მივიღებ მას ისეთი როგორიც არის, მაშინ ეს ადამიანი იწყებს თავის მიღებას ისეთი როგორიც არის და ცვლილებას აქ ხდება. აი, ძალიან ვეთანხმები მაგას ხოჭებს. მეც ჩემი საყვარელი ფსიქოლოგი ამითი დავიწყე და ეს იყო ჩემი პირველი წიგნი ფსიქოლოგიაში წავიკითხე და მე და ეს იყო 2019 წელი 18 და მივხვდი რომ მე უნდა ჩავაბარო ფსიქოლოგიაზე მეთქი. აი, ერთი წამი. მე მაინტერესებს აი
რეალურად გადამწყვეტი მომენტი, როდესაც შენ გადაწყვიტე, რომ შენი ცხოვრება იცვლება. მაინტერესებს შენი ემოციური მდგომარეობა, მაგ დროს, იმიტომ რომ ეჭიდებოდი რაღაცა წარმოუდგენელს, ანუ წარმოდგენაც არ მინდა, რას ეჭიდებოდი. ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ალბათ, ანუ ჩემი გადმოსახედიდან. განებება თავი ის? ხო, რომ შენ გადაწყვეტე, რომ всё, აი ამ წუთიდან მე სხვა ცხოვრებას ვიწყებ. და რეალობასთან შეჯახებას, რაც ყველაზე რთულია ალბათ რა. მომიყევი. რატო? პირველ რიგში. ეს ძალიან საინტერესო რაღაც კითხვა არის, რატო? და ამას ხშირად ვცემ ხოლმე ესე პასუხს. სულ მახსენდება ამაზე ახალ აღთქმაში არის ესეთი იგავი, უძღები შვილის იგავი რა. მამას ყავდა 2 შვილი და ერთი ეუბნება რომ შენი ქონებაო მომეცი, ჩემი რა ნაწილი წილი მომეციო და მივდივარო. მამაც მიცემს ამას ძალიან ღრმა ფილოსოფიის, ძალიან ღრმა ქრისტიანული მართლმადიდებლური ახსნები აქვს, მე ხა ყველაფერს არ ჩავყვები. და ეუბნება რომ ისო რა ქვია, მომეციო რა ჩემი წილი რაც არისო მივდივარო. მამაც აძლევს თავის წილს და ეს მიდის. ხარჯავს ამ ფულს ამ ქონებას, ანუ გაფვანგავს დალევაში, ქალებში, მთელ ამბებში, ფული აღარ აქვს და მე მიდის სხვა ქვეყანაში და მუშაობს რაღაც ღორებს აჭმევს საჭმელს. მომრელა თუ რაღაც და ღორების საჭმელიც არ აქვს. ანუ ღორები რასაც ჭამენ, იმასაც ვერ ვჭამო და წავალ მამა ჩემთანო რა უკანო და მონათ მაინც ვიმუშავებ იმის მოჯამაგირებს და მონებსო უკეთესი შემოსავალი, უკეთესად არიანო ვიდრე მეო. და უკარო ბრუნდება მე იქ უკვე მამა იღებს თელი ამბები, მე იქ მეორე ძმის ამბავი, მოკლედ მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. ანუ მთელი არსი რა იყო? უკან როდის დაიწყო ამ ადამიანმა უკანს, როცა დაიმტრა. გული გამისკდა. ცოტა ისეთ უნდა ყოფილიყო, როცა დაიმტრა, ხო? დაინგრა. და ამ ყველაფერს ეს ბიჭი რო უკან ბრუნდებოდა ერთი მაგარი რაღაც არის რომ მამა ელოდებოდა თითქოს და მთელი ეს პერიოდი იჯდა და ელოდებოდა უყურებდა აი ამ თავის შვილი როგორ ეცემოდა მაგრამ ავრერებოდა იმიტომ რომ იცოდა რომ ის როცა დაეცემა მარტო მაშინ წამოვა უკან ეხლა ნახე რა ხდება ანუ შენ მეუბნები მაპატია რო გაწყვეტინებ რომ შენს იმ წარმოსახვით ცხოვრებაშიც დაეცი დავეცი ხო ანუ იქ დაეცი სადაც ყველაფერი იდეალურად იყო იქ დაეცი რა თქმა უნდა უკვე აღარ არის ბოლო მოხმარების წლები აღარა იდეალური ვარდისფერი მოხმარების პერიოდი თავიდან არის თორემ უკვე მანდაც ტანჯვა, მანდაც ვეღარ ხარ საკუთარ თავთან კომფორტულად. რა თქმა უნდა ტანჯვა. არავინ არ იფიქროს რომ ეს მაგარი кайფია და თავიდანაა кайფი 1-2 წელი თორემ მე რა кайფი. მე თავიდან ვცხოვრობ, იმიტომ რომ მაგას სტადიებია რა, რამდენად დამოკიდებული ხარ, რამდენად უკვე ადიქტი ხარ და ასე შემდეგ. ბოლოსკენ რა ხდება, ხო? არაფერი არა, სირცხვილი, მოხმარება სირცხვილი უფრო მეტი, ისევ მოხმარება და ეს მუდმივად თამაშია. თან ხვდები რომ გაიხეთ გამოიხედავ შენი მეგობრები, შენი ძმაკაცები კარგად არიან, ვიღაცა რეალიზირდა, ვიღაცამ რაღაცას მიაღწია. და შენ არავის არ უნდა, ვის უნდა ხარ ესეთი რა, სად უნდა ხარ ესეთი, ხო? და რა მოხდა, მომიყევი რა, ანუ ერთ დღესაც რა მოხდა და რაღაც თელი ჩემი ცხოვრება ესეთი ტიპი ვიყავი რა, ანუ რაღაცას მეტყოდი ვინმეს ვიღაცა რაღაც მეტყოდა მეგობრებთან ცოტა ისეთი როგორ ვთქვათ მამაცი მედიდური ტიპი ვიყავი რა ჩემი მეგობრები ხშირად იძახიან ხოლმე ეს რომ შენ რო არ ყოფილიყავიო ბავშვობა არ გვექნებოდაო რა შეიძლება რაღაცა დამეწვა ვიღაცა გამოვარდნილი იყო რაღაც თივა მოგონებებს ქნიდი ესე იგი რაღაცა მაშინას რო რაღაცა იმებს ვაკეთებდი დამოკიდებულებისკენ მიდრეკილი რო ვიყავი მაშინაც მეტყობოდა მაგრამ ისე ბოლოს წამალმა რაღაც აი ამ ნარკოტიკმა წამალი არ მომწონს წამალს რო ეძახი წამალი კაი რაღაცაა და ნარკოტიკი ძველი ბოლოს ნარკოტიკმა ისე მოახდინა ჩემ ცხოვრებაში რომ აი მინუსში რაღაცა ძალიან ცუდად დაგამძიმა უკვე დამამძიმდა სიმძიმეს თავიდან რაღაცა ფასეულობები აღარ მქონდა პრინციპები აღარ მქონდა რაღაცა გადაუგვარი თითქოს ადამიანი აღარ ვიყავი რა რაღაცა არა ადამიანი ვიყავი რა აი თითქოს ყველანაირი პრინციპი ყველანაირი მორალი ეთიკა პრინციპი არაფერი აღარ იყო რა და აი ხანდახან დგებოდი და მეთქი აქ როგორ მოვხდი ან იყო პერიოდი იყო ადგილი აი სადღაც რაღაცა პრიტონი ქვია რა ეს თვალს გავახალდი პრიტონზე ვარ და ეს გავიხედები და აქ რა მინდა მეთქი აი აქ რა მინდა
აი ეგ რამდენი ხანი გიგრძელდებოდა, რამდენი წუთი? 1-2 წელი. არა, მიგეუბნება ეს პროცესი, კონკრეტულად ეგ პროცესი, აი აქ რა მინდა, აქ რა მინდა იყო 1-2 წლის განმავლობაში. ბოლოს იყო რა იცი ხელის ჩაქნება. რომ სულ აზრი აღარა აქვს. სახში ავედი რომ თქვი რომ ბაბუ, დედაჩემი არ მელაპარაკებოდა უკვე დიდი ხანი 1-10 წელი. ბებო და ბაბუ იყვნენ სულ ჩემ გვერდში და ბებო ბაბუ მეთქი მე ავადმყოფი ვარ, აგერ პროგრამაში ჩავშდები. და ჩემთვის წყნარად ვიქნები რა სახლი ხომ მომეცით ისა ამოვა ბებო ამოვა 20 ლარს დამიტოვებს საჭმელს გამიკეთებს სავა და კმარა აი ეს მივხვდი რომ всё მე პრასვეტი არ მქონდა ანუ არ ვიცი რა უნდა ვქნა აი ამ მდგომარეობაში ვიყავი 1 წელი რა ბოლო და როდესაც შეწყვიტა მან მაგ პერიოდში ხო უკვე შეწყვიტა შეეცადა როდის შეწყვიტა 2018-ის ბოლოს როგორ დასაწყისში ჰა როგორ აი რა ძალა რეაბილიტაციას წავედი უცბად აი ესე შემთხვევით მოვხვდი გუდაურში ვიყავი დავიმტვერი სნოუბორდზე ჩამოვედი თბილისში იქ მითხრეს გუდაურს ძალიან ჩემმა ახლობელმა მითხრა რომ ესეთ რეაბილიტაციის ცენტრი არისო და წამოდი ნახეო და წავედი ვნახე ხა მეთქი რა უნდა იყოს წავა 2 კვირით ჩავალ მე გადავაგდებ დოზას დავუწევ მეთქი და ისევ გამოვალ დოზის დასაწევად წავედი რომ ძალიან დიდ დოზაზე ვიყავ ბევრი ფული მეხარჯებოდა და მეთქი ცოტა და ცოტას გავიკეთე და რომ მივედი რეაბილიტაციაზე დავინახე ფხიზელი ხალხი და გვერდში დგომა დავინახე აი შენ რომ მითხარი წეგან რომ გარემო ისეთი მიმღებელი გახდა როგორიც ვიყავი აი უჟმური რაღაცა რომ ვერავინ ვერ მიღებ და მე რაღაცას ვერ უნებოდი უზრდელურად ესე ჩაიყო არ გინდა მომიტანო ესე პასუხობდნენ ხოლმე და მეთქი რა ხდება სადო არ ეს რა ხალხია მე წყობიდან გამომყავდა ძალით რა ძალით ანუ რას ვაკეთებდი მაგას ქვია საბოტაჟი ვაწყობდი ხოლმე რა მაგით ვარი რომ მე არ მომწონს მაგალითად კლიენტი რომ მოდის და ქცევით რაღაც კონტრაქტის დადება რომ უნდა დავანება რაღაცას თავი თუ ჩვენ მიგრეკილები ვართ ამ საბოტაჟისკენ მე თვითონ მივედი რეაბილიტაციაზე და ყველაფერს ვაკეთებდი რომ გამოვეგდე იქიდან რომ ჩემი თავის გამემართლებინა რომ გამომაგდეს და წავალ გავიკეთებ რა წავალს რა და ყველა მიგიღო და მიმიღეს აი ყველანაირს მიღებდნენ რა და ვახ მეთქი ეს რა კაი ადგილია თან აი რა იყო იცი მე ვიფიქრებდი რომ კაი ხა დირექტორი მიმიღებს ფულს უხდიან ჩემები და რაღაცა რა და იქ მყოფი ადამიანები ვინც ჩემნაირი ბენეფიციარები იყვნენ ისინიც რომ მიღებდნენ მაგან რაღაცა მეთქი ეს რა ხდება რა და სითბო იგრძენი სითბო ვიგრძენი ეს სიყვარული ვიგრძენი სიყვარული და თავდაბლობა ვიგრძენი რა მანდ მუშაობს ღმერთი აი ამ დიაპაზონზე და ნარკომანობა ხო რაღაც ცოტა ამპარტავანი მიმღები აი ესეთი ტიპი ვიყავი რა თან რა და მაგ პერიოდში დაიწყე სწავლა თუ როდის გავიარე რეაბილიტაცია და მე დავიწყე სწავლა რამდენხანი რეაბილიტაცია რამდენი წელიწადი იყო მაშინ ახლა წელიწად ნახევარიანი და გადაწყვიტა რომ შენ თავს რახან მიეცი უფლება იმისა რომ იმედი და მომავალი გქონოდა ხო სხვისთვისაც პირველ 2 კვირაშივე დავინახე მიზანი აი ყოველთვის მეკითხები რა გაკეთე ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ეხლაც გრძელი მიზანი დავინახო რაღაცა რა და შეიძლება ვერ მივახციო მიზანს მაგრამ მთელი არსი არის რომ გზა იმ მიზნამდე რა მაქცევს რა სამურაის არა აქვს მიზანი სამურაის აქვს გზა რა და ძალიან მომეწონა ეს ფრაზა მაშინ ძალიან უნდა იყოს საინტერესო ხო გზა რა მაქცევს თავარი ეგაა ჩემი მიზანის თავარია რა თქმა უნდა რაღაც მამოძრავებელი ძალაა მაგრამ გზა რა მაქცევს ამ მიზნამდე რა და ეს დავინახე რომ აი ეს ხალხის დახმარება მომეწონა რაღაცა მთელი ჩემი ცხოვრება მომწონდა ეს რა თქმა უნდა ეს ჩემი შეიძლება ტრავმიდან გამომდინარე არის ჩემი დახმარება ზრუნვა სხვა ადამიანზე და თქვი რომ რეაბილიტაცია უნდა გავხსნათ და მაგრა დამცინეს იქ გამანდამ პროსტო ერთი თვე მაინც დარჩიო და მე ილაპარაკე მაღაზე და ეხლა ხუმრობთ ხოლმე მაღაზე ის წრე სხვათა შორის ჩემი წრიდან 9 კაციდან 7 კარგად არის. ანუ არ დაუბრუნდა მოხმარებას. ხო. და 7 კაცი ვიყავით, ვინც ესე სისტემატიკურად ბევრი ვიყავით, მაგრამ 7 ვიყავით, ვინც სისტემატიკურად ვიწყო პროგრამა მთლიანად გავიარეთ რა, ჩემი წრი. და პროგრამა წელიწადი ხშირად არის, რომ ბოლომდე არ გადიან რა ამ გზას. და დღემდე მეგობრებთ ალბათ როგორც ვატენა. 7-ვესთან არა, მაგრამ რამოდენიმესთან დღემდე მაქვს მიმოწერე, იმიტომ რომ
უკრაინელები იყვნენ ძირითადად ყველა. რა საქართველოში იყო გახსნილი უკრაინული ცენტრი, ის იყო ძალიან ადრე რა. მე დაიკეტა კოვიდის დროს 2019-ში დაიკეტა. და მე უკვე უკრაინაში ვიყავი. წავედი მერვე თვეს ჩემი სიფხიზლისას წავედი უკრაინაში. აუ რა მაგარი ხარ. მაგარი ძალიან მაგარი. მაგარი ეს რომ მეკითხები მაგარი ვარ არა საკუთარ თავზე გამარჯვების ნატიფ ხელოვნებაზე მელაპარაკებით და ხოდის საკუთარი თავის მიღება იყო აქ უფრო რა იცი მე ვერ ვთვლი ხოლმე ჩემ თავს რაღაცაზე გავიმარჯვე იმდენად შევიყვარე ჩემი დამოკიდებული ნაწილი რომ ისი ამცხვენია ძალიან ინტიმური სიტყვები არის ალბათ მაგრამ ისეთია რომ აი არ მცხვენია მისი რა რომ რაც არის რა ანუ არასდროს არ მიბრძოლია დამოკიდებული. არასდროს არ მithქვია რომ მე ნარკომანი ვარ. არის ჩემში ეს ნაწილი და დღემდე ძალიან მიყვარს. არის და ვერსად ვერ წავა. ეს ბავშვობიდან არის ეს ნაწილი. სანამ ნარკო დამოკიდებული გახდებოდა, მანამდე რაღაც მაღაზიაში შევიდო, მინდა სულ ავტეხავდი თურმე. ანუ ეს ნაწილი სულ იყო ჩემთან ერთად. სულ რაღაცა ტკიოდა, სულ რაღაცა ცხვენოდა და ამით იყუჩებდა ეს იყო მისთვის კოუპინგ მექანიზმი, როგორ თავის გამკლობის მექანიზმი იყო ეს რა. რო ამბობენ რომ ნარკო დამოკიდებულს არჩევანი აქვს, ეს არის მითი, არა გვაქვს არჩევანი. დღეს გავიკეთე რომ წამალი არ გავიკეთო, არა გვაქვს ესეთი არჩევანი. არჩევანი ჩნდება, არჩევანი ჩემთვის და ჩემი აზრით და ჩემი პერსპექტივიდან. ძალიან ღრმა თერაპიული პროცესების გავლის მერე, დიდი ხნის მერე, უკვე რომ ძალიან გაცნობიერებული ვარ, მაშინ ჩნდება არჩევანი. მე ხო ესე მოვიცე თუ არ მოვიცე ამას თუ ესე მოვიქცე თუ არ მოვიქცე, ისევ იმპულსები ვიყო ჩემი გაუცნობიერებელი ქცევები თუ უკვე რეფლექსია მაქვს ჩართული და უკვე ვიცი რას ვაკეთებ. ანუ არჩევანია რა ჩემი, ეხლა გაუბრაზდე, ჩემი შეიძლება არჩევანი იყოს. არისტოტელეს სახით დენიელ გოლემანის წიგნი არის ესეთი ემოციური ინტელექტი იწყება ესე რომ გაბრაზებაო ჯანსაღი რამე არის, უბრალოდ უნდა იცოდე ვის, რა ინტენსივობით, რამდენი ხანის სად და როგორ გაუბრაზდე რა კუთხით. ეს ყველაფერი თუ იცი, ბრაზი ჯანსაღია. რამდენ წელიწადში გახსენი შენი სარეაბილიტაციო ცენტრი? 4 წელი ვიყავ უკრაინაში. იქ დავამთავრე რამოდენიმე თერაპიული განხრა, მაგალითად ესეთი როგორც არის NLP. 2 წელიწად ნახევარი ვისწავლე. მაგრამ ეს NLP თერაპიული არ არის, უფრო კომუნიკაციები არის. ანუ NLP-ს აქვს თავისი თერაპიული მიდგომა. ფრენკ პიუსლიკს აქვს, ანუ ერთ-ერთი NLP-ის დამაარსებელს, დისოცირებული მდგომარეობის შესწავლა, ესე ქვია რუსულად რა, რომ გადმოვთარგმნო. მე გავიარე ტრანზაქციული ანალიზის წელიწად ნახევრიანი კურსი, ნუ პარალელურად დავიწყე და პარალელურად ვსწავლობდი უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე. მაგისტრატურაზე ვსწავლობდი როგორ ერქვა კიევსკი международный университет. და გამიმართლა რომ იმიღეს იმის გარეშე რა ქვია ბაკალავრიის გარეშე რა. მაგისტრატურას პედაგოგიას ძირითადად არიღებენ ხოლმე. ბიზნეს ფსიქოლოგიაზე იღებენ და აქ მიმიღეს სოციალურ ფსიქოლოგიაზე. ხო და აქ ჩვენთან კანონმდებლობა არ გაძლევს საშუალებას და იქ გაძლევს საშუალებას. იმით რატო გადავწყვიტე ხა ეს ნაბიჯები, იმიტომ რომ გავიარე სარეაბილიტაციო ცენტრში პროგრამა. ერთი წელს მე გეუბნებოდი თუ დარჩებოდი და იქ იმსახურებდი, გეუბნებოდი რომ всё თერაპევტი ხარ, დაჯექი და ეხლა შენ ჩაატარე, შენი გამოცდილება და ყველაფერი. მეც ახლა რამოდენიმეჯერ ციხეში ვიყავი მონახვედრი, რაღაც ლაპარაკი ვიცი ასე თუ ისე და დავჯექი 1-2 თერაპია წავიყვანე, გამომივიდა, მაგრამ მივხვდი რომ რაღაცა მაკლდა, ეს ხალხს ვერ დავეხმარები. არ დავანგრევ დიდად, მაგრამ ნუ ვერ დავეხმარები. და დავიწყე რაღაც ჩემი კითხვა რაღაცების თავიდან და მე რაღაც ვიღაცა მიქ ერთი ფსიქოლოგი მოდიოდა ცენტრში და იმან მითხრა რომ მე გეტყვი საუნდა წახვიდეო და ძალიან კარგი ჩემს მასწავლებელს შეხვდი NLP-ს, რომელსაც დღემდე ძალიან მადლიერი ვარ, ნიკოლაი ვოვჩენკოს, აი ძალიან მიყვარს ეგ ადამიანი. ძალიან გვერდში დამიდგა მაშინ. თან კრიზისული პერიოდები გაქვს რა, ერთ წელი ფხიზელი ვარ, ვაფშე ვინ ვარ არ ვიცი, ეს ეგზისტენციალური კრიზისი უფრო დამაწვა, ამას ჯობდა მეთქი მეკეთებინა წამალი, ხო იცი ჩემი მეებში რა ფიქრებში და მაგრა დამეხმარა რა ეს კაცი. მე წავედი ამ ტრანზაქციულ ანალიზზე, ძალიან მომეწონა ეს ტრანზაქციული ანალიზი.
მე ომი დაიწყო იქ. იქ დიდი ხანი ვიყავი, 2 ცენტრის ხელმძღვანელი ვიყავი, 1 ცენტრში თერაპევტი ვიყავი, 80 მშობელი მიმყავდა, მოკლედ ცენტრში ვცხოვრობდი ძალიან დიდი ხანი და რომ მეკითხებოდი რა ამას როგორ შვებოდი და როგორ ძლებდი მიზნით. აი როგორც იმას აქვს. სხვის დახმარებამ გადაგარჩინა რაღაც ეტაპებზე. კი და მე მომწონს ეს სიტყვები, რომ სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გამოხატულება არის შენ რო გიჭირს და სხვას რო ეხმარები რა. ხომ რა გადაგარჩინა მაგანთან. ხო, მაგას გეუბნები რა. და მეორე კიდე სიყვარული რატომ მომწონს თერაპია და თერაპიული მიდგომები ყველაზე ძალიან და ეს თერაპიული ჯგუფები, იმიტომ რომ ადამიანები მანდ გეხმარებიან შენი თავის შეყვარებაში. ჩემი აზრით სიყვარულიც ეგ არის რა, რომ ადამიანი ისე რო გიყვარს, მან აი ამ გრძნობა მის უკეთესი უნდა გახადოს. თუ სიყვარული, ჩემი სიყვარული ვიღაცას, მაგალითად შენ გაგაუბედურებს, ეს სიყვარული არ არის. ხო, ჩემმა სიყვარულმა შენ უნდა გაგაბედნიეროს რა. შენს სარეაბილიტაციო ცენტრს ქვია ნება. ნება. იმიტომ რომ ეს ნება შენია? რა არის სანამ იმ ადამიანის ლებამდე მივალ ბევრი სამუშაოა მან რა. მაინტერესებს რამდენად სენსიტიური ხარ თითოეული პაციენტის მიმართ, როდესაც ხვდები, რომ ისინი ადგებიან უკვე ჯანსაღი ცხოვრების გზას. აი მიყვება ეს ნერვიულობა, ვთქვათ, აი ოჯახთან როდესაც მიდიხარ, ბრუნდების რა თქმა უნდა. რომ აი აი ამ ბოლო პერიოდში ვისწავლე, 1 წელიწადნახევარი 2 წელია, საკუთარი საზღვრის რაღაც სახში მიდიოდა ტელეფონი დეიფიქით და არ ვეკარები რა. მაგრამ არის ხოლმე რომ ჩემცოლთან დარეკავენ და მიწევს რომ უპასუხო ტელეფონზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე-4 წელია რაც გავხსენეთ ცენტრი ხო და კონსულტანტები შესაბამისად 3 და 2 წელია რაც აქტიურად არიან სიფხიზლეში. ანუ ისინი ყოფილი დამოკიდებულები იყვნენ და მე ხა ჩემი თავი 2 წელი აი ამ გზის დასაწყისში რომ ახსენდება, აი 2 წლის ფხიზელი რო ვიყავი. ყველაფერიც კი ბზია. აი საერთოდ ყველაფერი რა. ურთიერთობები, ნახე, ქალი და კაცის ურთიერთობა. მე მომწონს ყოველთვის ყველაფერი რომ ძალიან ახლოს არის გარესამყაროსთან. ანუ მე არ მომწონს მანეჟში რომ ვამუშაო ადამიანები. ეს რას ნიშნავს რა იმას პარალელს ვაძლევ. აი მარტო კაცებთან მუშაობა არ მომწონს. ანუ ჩემ ცენტრში ორივე არის, მაგრამ რა ქალებიც არიან და კაცებიც არიან, გაყოფილია სართული, ქალები ზევით არიან, კაცები ქვევით არიან, კონტროლდება ყველაფერი რომ რაღაცა ურთიერთობა არ კონდეთ და მოკლედ ყველაფერიც კი ბზია რა. ვიღაცამ შეიძლება გადახდეს პანჯრიდან, ვიღაცამ უკრაინაშიც მქონია შემთხვევა თვითმკვლელობის მაგალითად ამ ადამიანებს უკვე არის იცი ტვინი იმდენად ზიანდება მოხმარებაში რომ ხანდახან კოგნიტიური გადაწყვეტილებები სადაც არის პრეფრონტალურ კორ ესე ქვია ხო ტვინის წინა ნაწილში ესე ვიტყვი გლეხურად მან სადაც ხდება ლოგიკური და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება მადამდე რომ მივიდეს ინფორმაცია და მან საჭიროა ნეირონები და ნარკოტიკების საშუალებით ეს ნეირონები ისე კვდება ეხლანდელი ნარკოტიკებით მე იმას არ ვიცახ და პროპაგანდას არ უწევ რომ ნიშნი კაი იყო მაგრამ მათიკაია და ჰეროინი კაი არა მაგრამ ესენი ნუ ისე კლავს რომ ინფორმაცია აღარ მიეწოდება შემოდის რაღაცა აზრი აი მაგალითად თავი მოვიკლა და всё ფანჯარას აღებ ხტები აი მაგას ვერ გარაკეთებს უკვე ტვინი რა ტვინზე აღარ ვილაპარაკებ ნეირომეცნიერებაზე მაგრამ მაგაზე ჩემილი ეს მაგრამ ნუ ესე ანუ რეალურად შენ ხარ მუდმივ სტრესში სიმართლე რა ვთქვათ მუდმივ სტრესშიც ვარ, მუდმივ თერაპიაშიც ვარ, მყავს 2 თერაპევტი, მყავს სხვადასხვა, მყავს 2 სუპერვიზორი, მყავს გუნდის სუპერვიზორი, დავდივარ ინტერვიზიებზე, დღემდე ტრეინინგებზე ვარ, მუშაობ საკუთარ თავზე და ასე შემდეგ. ნუ სტრესული სამსახურია, მაგრამ ძალიან მიყვარს. ეხლა რაზე ხარ დამოკიდებული? ყოველთვის სვამენ ამ კითხვას ხოლმე. მე ვაფშე ჯანსაღ მე საერთოდ
ცხოვრებაზე ხარ დამოკიდებული, ეგეც ჯანსაღი დამოკიდებულება არსებობს. ოღონდ ეს არის რა არის ჯანსაღი დამოკიდებულება? ის დამოკიდებულება, რომელიც მე ტვირთად არ მაწვება. ესე იგი მე ვარჯიშის მიმართ მაგ არაჯანსაღი დამოკიდებულება, იმიტომ რომ თურთად მაწვება. თუ შენ ეს ტვირთად გაწვება, მაშინ ეს არის არ ვიცი, არაჯანსაღი დამოკიდებულება. მაგრამ მანდაც სამუშაოა და გასაკვირია იყოს მეც ვარჯიშობ და ძალიან მომწონს ვარჯიში და ჩემთვის შეიძლება არაჯანსაღი დამოკიდებულება იყოს. ანუ აი მაგალითად შეგიძლია თქვა უარი დასასვენებლად წასვლაზე, იმიტომ რომ გინდა რომ დარბაზში იყო ორშაბათი. ეს უფრო რუტინა არის და ჩემთვის რუტინა მნიშვნელოვანია. შენ საკუთარ თავს და საკუთარ გონებას მაპატია ძალიან კაი რაღაცა თქვა, ეგ უნდა მეკითხა და დამავიწყო და ეხლა გამახსენე მაგით. საკუთარ თავს უქმნი გარემოებებს, ჩარჩოებს, რუტინულს, რომელიც აი დისციპლინას გონებას უქმნი, ეს შენ ტვინს სჭირდება? კი. აუცილებელია შენ კი. ყველასთვის. ჩემი აზრით. აი ვიღაცაებისთვის აი სუპერ აუცილებელია. კი. ყველასთვის ჩემთვის სუპერ აუცილებელია, რომ ვიცოდე ზუსტად რას როდის რამდენი ხანი როგორ ვაკეთებ. კი. აი ეს უნდა მქონდეს. მეც მომწონს რომ ეგრე მაგ. შეიძლება გვეთქო ორივეს გვეთქოდენ რომ რაღაცა ADHD გვაქვს თო, მაგრამ აი ეგ აღარ შემიძლია. აი დეიკიდე. აი ეგ უკვე აღარ შემიძლია. ყველას რაღაცა გვჭირს, ყველას. მე მაგიტო არ ვიცი. მე არ ვიცი დიაგნოზები, ვინ თერაპევტი ჩამთვლით უწოდინლად, დებილად, რადგანაც გინდა ჩამთვალეთ. მე არ ვიცი დიაგნოზები და საერთოდ პატივს არ ვცემ დიაგნოზებს. ვინც უნდა დასვას, ფსიქიატრები საჭიროა, მაგრამ მე შენ უბრალოდ სულის კურნებას იწყებ მე მგონი რა. რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიაგნოზის დასმა, მე დიაგნოზი წადი ახლა და მოგიდა რა. დიაგნოზი აქვს სიმპტომები. ეს სიმპტომი რომ მოვაშორო ადამიანს, შეიძლება ეს ადამიანი მოკვდეს, ვერ გაუძლოს მისმა ფსიქიკამ და თავი მოიკლას. და რატო? იმიტომ რომ ეს დიაგნოზი და ეს სიმპტომი მოგონილი აქვს ჩემს გონებას და ჩემს ფსიქიკას იმიტომ, რომ მე გადავწე. თავდაცვა. კი. სუპერ თავდაცვა არის. თან სუპერ თავდაცვა არის. და თუ ესე მიინგრევ ამ თავდაცვას და მაბრძოლებ ამასთან, მაშინ სხვა რაღაცა მომეცი. და სხვა რაღაცა რომ მომცე, შენ მე უნდა ხარდაჭერა გამომიცხადო, ჩემ ნაწილს ხარდაჭერა გამოუცხადო, ჩემს განმგზას ხარდაჭერა გამოუცხადო, არ გამსაჯო და არ დამადიაგნოზო რომ მე რაღაცა ADHD ვარ თუ ვიღაცა ჩათვლახი. ხო, აი პონტია, რა მე არ მევასება დიაგნოზი. ეხლა მინდა რომ მითხრა, რამოდენიმე რჩევა, რაც შენი აზრით ადამიანისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც თulis რომ აქვს გამოუვალი სიტუაცია ცხოვრებაში რა. ძალიან ბევრი ადამიანი ახლა ვიღაცა შეიძლება დამოკიდებულების გამო არის რაღაცაზე, დამოკიდებულება საცხო, აი უამრავი განშტოება აქვს რა, რამდენი რაღაცაც არსებობს, იმდენი დამოკიდებულება არსებობს. მაგრამ მე ვამბობ აი ადამიანებზე, რომლებიც არ აქვს მშობლები რისგან, მაგრამ თვლიან რომ არიან გამოუვალ სიტუაციაში რა. პირველი გამოუვალი სიტუაცია არ არის. აი ამას როგორ უნდა დააჯერო, ჩარჩო, აი ამ ჩარჩოს რა, რომელიც აი გამოყოფებს აი ამ გამოუვალ. რა არის ძალიან კარგად აქვს ფსიქოლოგია რო არ მოვიყვანო და მოვიყვანო ძალიან კარგია და ჩემთვის ძალიან კეთილი ადამიანი იყო ესეთი პავლე მოციქული, რომელიც წელს რომაელთა მიმართ მეშვიდე თაოში ესეთ რამეს რომ მოკლედ იქ წერს ესეთ რამეს რომ ჩვენო გვინდა რომ ჩვენი სხეულით მოვაგვაროთო რაღაც ჩვენი პრობლემებიო რა და არა ტვინითო მაგალითად გარემოებაში მგონია რომ აი აქედან თუ ეხლა იქ წავალ ამერიკაში ყველაფერი მეშველება. სიმდროშ ამერიკაში წასვლაში კი არა. ამერიკაში წასვლაში კი არ არის. აქ არის რა, ანუ თავიდან გვარდება ყველაფერი და არა გარემოებაში. ხო. ანუ მაგაზე არის ძალიან კარგი ანდაზაც. შინაური ძალია, შინარ ვარ გოდაო და გარეთო სანადიროდ გარბოდაო. აი ეგ პონტია რა. გამოუვალ მდგომარეობაში მე რას ვაკეთებ, მე ჩემი შეიძლება გითხრა, სხვა ადამიანს არ ვიცი იმას რა ცხოვრება. რას აკეთებ გამოუვალ მდგომარეობაში? თან დარწმუნებული ვარ. უკან გვაბრუნებს რა ხანდახან აი ეს ცუდი მდგომარეობა, ფლეშბექს რასაც პირველი მე მომწონს მედიტაცია. მე ამას ჩემთვის ლოცვას ვეძახი. სხვა შეიძლება რომ მედიტირება. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. შენ თავთან დარჩე მარტო და განიხილო რა პერსპექტივები აქვს. მე წერაც მიყვარს. დავწერო რა რის გაკეთება შემიძლია მაგალითად ეს რო გავაკეთო ესეთი ეს რო გავაკეთო რა იქნება ორი პოზიტიური
ეს რო არ გავაკეთო, რა იქნება, ეს რო გავაკეთო, რა არ იქნება და ეს რო არ გავაკეთო, რა არ იქნება. აი ამებს დავწერ ყველაფერს, დავხედავ და მეორე დღეს კიდე ერთხელ გადავავლებ თვალს. და მაგის დამიხედვით მივხვდები რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა როგორ ხდება და ასე შემდეგ. მე ძალიან დიდ მე პირადად ძალიან დიდ ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ღმერთს. ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ლოცვას, მამაოსთან ურთიერთობას, ფსიქოლოგთან ურთიერთობას, თერაპევტთან მივალ დაველაპარაკ. მე ვიცი რომ ნახე, წეგა მკითხე რომ დამოკიდებულება, მე არ ვარ დამოუკიდებელი ადამიანი, მე არ ვარ რობინზონ კრუზო და მე არ ვცხოვრობ სადღაც ისეთ ადგილას, სადაც არ მაქვს ვინმესთან მივალ და დაველაპარაკებ. მეგობართან, მამაოსთან, დედასთან, ცოლთან, ჩემს მეუღლესთან ძალიან მიყვარს ლაპარაკი სხვათა შორის. გამაკრიტიკებს და რაღაცას მეთქვის, მაგრამ მივიღებ. კიდე მიყვარს ვისთან ლაპარაკი. ჩემს ფსიქოთერაპევტთან. რაღაცა ჯგუფში, სადაც ფსიქოთერაპიულ ჯგუფში გავიტანამ ყველაფერს. ანუ გამოუვალი მდგომარეობა დამანახებენ რომ არ არსებობს. ვიღაცა სხვა პერსპექტივიდან შემახედებს რა. ლაპარაკი არის გამოსავალი მართალი ხარ. კი, კიდე მე ესე მესმის ხოლმე სახარების კითხვა მომწონს ძალიან მაგ დროს. ეს ჩემსაც ვიძახი ხოლმე რა, სხვას მაგიტო ბევრ რაღაც მაგიტო ვიძახი რომ სხვას რა შეუძლია. რომელიღაცა მოერგება. ხო, რომელიღაცა მოერგება. მე სახარების კითხვა მომწონს ძალიან მაგრად. ჩვენ ვართ ურთიერთ დამოკიდებულები. ანუ ჩვენ გავშთით ერთ დამოკიდებულებისთვის გავშთით სინამდვილეში. ეს მოგვატყუეს რომ ჩვენ დამოუკიდებლობისთვის გავშთით. ეს არის შემოტენილი პროპაგანდა რაღაცა. რომ ჩვენ ვართ თვითონ ყველანი დამოუკიდებლები. ჩვენში როდესაც დამოუკიდებლობას აწვევიან, ანუ იმას უკეთებენ რა, ხოცაძლევენ. ხა? pushing-ს რო უკეთებენ, ეგ არის ტრავმის pushing-ის გაკეთება, რა, კონტრდამოკიდებულების გაკეთება, ანუ შენ დამოუკიდებელი ხარ. არ ვარ შენ დამოუკიდებელი ადამიანები, ჩვენ ვართ ურთიერთდამოკიდებულება. ოღონდ რას ნიშნავს ურთიერთდამოკიდებულება? ეხლა მე შენ ძალიან მომწონს საუბარი, ძალიან მომწონ ხარ, მაგრამ აქედან რომ გავალ შენზე გიჟივით არ ვიფიქრებ. ანუ ეს ურთიერთობა მომეწონა, მაგრამ ვიცი რომ დამთავრდა და წავედი. მიხდი, მაგრამ ბავშვობაში სადღაც სათამაშოდ რომ მივყავდით სახში რომ ეძახდნენ წამოდიო ვეღარ მოვდიოდი. იმიტომ რომ იქ მინდოდა დარჩენა. აი მაგას ქვია დამოკიდებული ვიყავი რაღაცას. მაგრამ ურთიერთდამოკიდებულება ის არის რომ შემიძლია შევიდე ურთიერთობაში და გამოვიდე ისე რომ არ დავზიანდე, არ დავიწყო ამაზები. ფიქრი მისახვედრი იქნება, ხო? კი, ყველაფერს მივხვდით. მე მივხვდით ჩემ მაყურებელს. ხო, მაყურებელიც აი ვამოწევ ხოლმე. ხო, ანუ ეს არის რა დამოკიდებულება, კონტრდამოკიდებულება, მე ვეუბნებიან ეს დამოუკიდებლობა და ეს არის მეოთხე ურთიერთდამოკიდებულება. სინამდვილეში ჩვენ მაგისტვის ვართ გაჩენილები, რომ ერთმანეთზე ვიყოთ რაღაც პონჩი ყველა ერთმანეთს დამოკიდებულები ვარ და ეს ოკეია. რაღაცას დამოკიდებულები ვარ და ესეც ოკეია, ძალიან კარგია. ანუ ჯანსაღი უნდა იყოს, ტვირთად არ უნდა მეწვეს. მე მაგალითად კიდევ ერთხელ ქრისტიანულ იმაში შე ხო, იესო გვეუბნება რომ მოდი ჩემთან ტვირთძიმენო, ჩემთან ტვირთი არ გექნებათ. მე ჩემთვის ღმერთია, ის არის ადამიანი, რომელიც ღმერთი, რომელიც მოვიდა ადამიანი და რომელიც მე ტვირთს არ მადებს. ანუ არაფერს არ მავალდებულებს იესო. არაფერი ვალდებულება არ მაქვს. მეუბნება გინდა ესე გაკეთე, გინდა ესე გაკეთე. არსად არ წერია რომ მაგალითად არ ჭამო ყველი. ხო, არ მეუბნება მაგას ღმერთი. მე ვირჩევ მისი სიყვარულისთვის მაგალითად რომ ვიმარხულოთ. არავინ არ მეუბნება რომ უნდა იმარხულო, არასდროს არ უთქვია. ის სიმართლე, იმის სიმართლე, ჩვენი სიმართლე არ არის. ხო, განსხვავდება. და მაქვს ბოლო კითხვა. ყველაზე კარგი რჩევა, რაც მეგიღია ცხოვრებაში რა არის? გაუფრთხილდი შენ ოჯახს. ნუ გაიტან ამას საჯაროდ. გაუფრთხილდი. იმიტომ რომ ოჯახი რაღაც ძალიან საკრალურია და ძალიან ინტიმურია. შეიძლება კი ფსიქოთერაპევტთან მიხვიდე, ვიღაცასთან გაიტანო, ახლო მეგობართან, მაგრამ ესე საჯაროდ ნუ გაიტან რა. ეს არ მომწონს Facebook-ებზე რაღაცა ყველაფრის გამოტანა. ოჯახი ძალიან პირადულია და ეს რჩევა იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ოჯახის საქმეს ნუ გაიტან. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. შენთანაც ძალიან მომეწონა. დრო გავიდა ისე მალე. ისე ჩქარაგად გავიდა, ხო, მგონი რომ ხო დავჯექით. და საერთოდ არ მქონდა იმის განცდა, რომ არ გიცნობდი აქამდე. მეგონა რომ გიცნობდა, ძალიან შემოვედი შენ ენერგიებში. ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის. ძალიან ბევრი რამე გავიგე ახალი და ძალიან მაგარი. ძალიან მეც ისეთი ციური გზნობა მაქვს, თან არ მეყო. არც კიდე ვილაპარაკებდი აუშვი.
ძალიან მაგარია. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა მასწავლებლად. დაძახებისთვის და მე ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. ძალიან დიდი მადლობა.